მე ვარ და ზევიდან ასე მამუშაებე რა. წარმოგიდგენთ ამას ურიგებენ ხალხს და ამგენმა უნდა დაიცვათ მუშის ინტერესი. საქართველოს მეტალურგიულ და სამთო-მრეწველობის მუშაკთა თავმჯდომარის შეხვედრას არასამთავრობო ორგანიზაციებთან, სტუდენტებთან და დაბის მოსახლეობასთან, რომელიც მედიისთვის დახურული იყო RMG-ის თანამშრომლების მხრიდან უკმაყოფილება მოჰყვა. ისინი თამაზ დოლაბერიძეს მორიგ პროვოკაციაში ადანაშაულებენ და ახსენებენ იმ პერიოდს, როცა პროფკავშირის თავმჯდომარე მრეწველობის სამართლოს მათ დოლაბერიძეს დაბაში გუშინ გავრცელებული პროკლამაციისთვისაც მოსთხოვეს პასუხის გაცემა. ეს რა არის შეგილი რა გვითხრა რა ეს რას თქვენი ეს რა იბატონო იყო და ეს რას ეს ნორმალური ადამიანის გაკეთებული არ უნდა იბატონო ეს არის ხალხის დაცვა ეს არის მორიგი პროვოკაცია პროკავშირების მხრიდან რომელიც რამდენიმე წლის უკან მათ დაანონსეს ესე იგი მოტყუებით აიყოლეს ხალხი გააკეთეს გაფიცვა რომელიც პარალიზება გაუკეთეს კომპანიას კომპანია თითქმის 40 წლის განმავლობაში იყო პარალიზებული და აბსოლუტურად ვერაფერს ვერ აკეთებდა ეს არის მორიგი მცდელობა რომ შუღლი ჩააგდონ ესე იგი მოსახლეობას ადგილობრივ მაცხოვრებლებს მუშასა და კომპანიას შორის რომ ისევ დაიწყონ კომპანიის პარალიზება და ესეთ რაღაცები გააკეთონ მაგრამ ამას ვეღარ მიაღწევ იმიტომ რომ ეს ხალხი მიხვდა ყველაფერს და ეხლა გამოვედი აქეთ და დავინახე დოლაბერიძე და მეცნო გამახსენა 2014 წელი გამიგე როდესაც კულტურის სახლიდან გაიქცა როდესაც დავიწყეთ ჩვენ აქციები და ორი კვირის მერე მიგვატოვა და ეხლა რომ დავინახე მე თქვი ერთი ეს კაცი რა უნდა კიდევ თურმე რაღაცა სურვილი აქვს რომ კომპანია თურმე არასრულებს ვინ დაკისრებულ მაგრამ მე 2014 წელს თვითონ იყო ამ ახალი მენეჯმენტით კმაყოფილი გამიგე და ეხლა რა მოხდა არ ვიცი საქართველოს მეტალურგიულ და სამთო-მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირის თავმჯდომარის აღნიშნით შეხვედრის მიზანი საწარმოს მხრიდან პირობების შეუსრულებლობა იყო. საწარმოში რაც გამოსორდა, თუ რამე გამოსორდა, მე მხოლოდ მოხარული ვარ, პროფკავშირები არასოდეს არ უშლის ხელს ბიზნესს, პროფკავშირები მხოლოდ ცდილობს და დაცული იყოს ადამიანის განუხრელი კონსტიტუციური უფლებები, მეტი არაფერი. თუ ადმინისტრაცია გააგრძელებს 2014 წლის გაფიცვის შემდეგ დადებული შეთანხმების შესრულებას, პროფკავშირს არაფერი არავისთან სადავო არ აქვს. RMG-ის თანამშრომლები კომპანიის მხრიდან დასაქმებულთა უფლებების დაცვაზე და მდგომარეობის გამოსწორებაზე ამახვილებენ ყურადღებას. ისინი სტუდენტებს და პროფკავშირის თავმჯდომარეს ახსენებენ, რომ მათ სრულფასოვანი მუშაობა სურთ და თავის დანებებას თხოვენ. კი, არ არის ახლა ყველაფერი სრულყოფილად, რომ როგორც ჩვენ გაგვეხარდება ისო, მაგრამ იმდანად გამოსწორებულია მდგომარეობა მადნეულ კვარცეთში, რომ ასე მდგომარეობა მე არ მახსოვს. 77 წელს გავიხსენი აქ შრომის წიგნაკი. პატარა ბავშვი არა ვარ, მაგრამ მუშაობობა მე-10 წელია. ესეთი კარგი მდგომარეობა გამომდინარე იქიდან, რაც მთლიანად ხდება რესპუბლიკაში. მე არ მახსოვს რა ხალხებს. გაუნჯობესებისკენ მივდივართ. ამ წლის თებერვალში დაუწერე განცხადება და წამოვედი, იმიტომ რომ დოლაბერიძესთან მუშაობა საერთოდ არ შეიძლებოდა. ეგ არის არამზადა კაცი, მატყუარა, ფლიდი, გაიძვერა და თავისი ჯიბეზე ზრუნვის მეც არაფერს არ უკეთებდა ხალხს. აგერ ხაშთაღრიცხვა მაქვს მაგისი წავიდეს და თუ რამეს ვიტყუები მიჩივლოს საცა უნდა იყოს მაგრამ პატრული რო ჯარიმას გამოუწერდა რა იმასაც პროფკავშირების ფულით იხდი და ისეთი უსინდისო იყო 30%-ს უხდიდა მადნეული ყოველთვიურად მინიმუმ 3000 ლარი მიდიოდა მაგის ჯიბეში ენაცვალე და კიდევ არ ყოფნიდა ბოლოს ბაკურიანში დაგვიძახა და გვითხრა არ ყოფნის ეს ფული 6% კიდე უნდა დაგვიმატოთ. მედიისთვის დახურული შეხვედრა საათ ნახევარი გაგრძელდა.